მეცნიერება ცოდნა სწავლება, რომელიც გადის ახალი საქართველოს ტელეეთერში, თავისუფლად ახალი საქართველოს მოშიგილეთ მოიძიოთ ციფრების 279 არხზე, კავკასიის 32 არხზე, ან მოიძიებოთ შეგიძლიათ მაი ვიდეოზე და რამდენიმე საათის შემდეგ ეს გადაცემა ატვირთული იქნება YouTube-ზე, რაც შესაძლებლობს იქოში ჩაწერთ ახალ საქართველოს, მე გადაცემა მართლაც და უნდა გადაცემას, რომელიც აი რუბრიკით დასულა და არა მარტო ამ გადაცემებს, სხვა საავტორო გადაცემებს, რომელიც გადის ახალი საქართველოს ტელეეთერში. დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად გვყავს შვენელესი ხალბატონი ლიანა პარალაშვილი, ახლავს ის პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტისა. და ჩვენ პირველი საუბრის თემა იქნება ქართველი მეცნიერები, რომელიც იყვნენ წარმოჩენილი საერთაშორისო კონფერენციაზე. საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა პორტუგალიაში, ამადორაში, ის იყო დიფერენციალური და სხვაობიანი განტოლებების და მეტი გამოყენების შესახებ. ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან წარმომადგენლობითი კონფერენცია გამოვიდა, მაგრამ ჩვენთან ძალიან შორს არის, ხო ხალხური. ესე იგი, ჩვენ პირდაპირ რეისი არ არის 4 საათი ფაქტურად რომამდე, მე მაგალითად რომიდან ეს 3 საათი კიდე პორტუგალიაში, ეს არის ნახევარი გზა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 14 საათი ფრენი. მეორე სკოლი არა, როდესაც ამერიკელი მოდიეს, არა, მისთვისაც ესე თქვა უფრო მოსახერხებელია, იმიტომ რომ 7 საათში თითქმის ისიც ჩამოდის და რატო სასიამოვნო ახლა ის რომ ფაქტურად ქართველი მეცნიერები ასე შორ მანძილზეც კი დადიან, იმიტომ რომ იქ მქონდა საუბარი, ჩვენი ყოფილი ესე თქვა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მეცნიერი და მათემატიკოსი გაიფანტა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ერთ-ერთი მეცნიერი იყო ბაქოველი წარმოშობით და ახლა მექსიკაში არის 20 წელი და თქვა რომ მე სასაცილოს ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან ცოტა ქართველი მეცნიერი თუ მინახია საერთაშორისო კონფერენციაზეო და ახლა მიხარია რომ ბოლო ხანს ეს ტენდენცია შეიცვალა და მართლაც საქართველოსთან 6 მეცნიერი იყო წარმოდგენილი, ჩათვალეთ რომ აქ იყო წარმოდგენილი ჩვენი მთავარი ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იყო წარმოდგენილი საქართველოს უნივერსიტეტი, ხო ესია თავარსკვლევის სახელობის უნივერსიტეტი, იყო სოფლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც მე წარმოვადგენდი და მე მგონი კიდე რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, რომელიც ის მართალია ახლა უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნის და ჩვენ ყველაფერს ამის შესახებ რა თქმა უნდა გვექნება საუბარი და მე უნდა გითხრათ რომ კონფერენცია მე მგონი ძალიან კაი შთაბეჭდილება დატოვა. მონაწილეთა რაოდენობაც შეიძლება ითქვას რომ ძალიან დიდი იყო და აქ ჩვენ გასაკუთრებული მადლობა უნდა უთხრათ ამ კონფერენციის ორგანიზატორ პროფესორს ქალბატონ სანდრა პინელას, რომელიც გახლავთ ორიგინალურია, სადაც ჩატარდა ეს კონფერენცია სამხედრო აკადემიაში. ძალიან კარგ დონეზე. კარგი დონეზე. ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს ჩართოს ქალბატონი სანდრას საუბარი და ქალბატონი თქვენ ამავე დროს around 50 countries represented here with 170 persons and it was very good to receive people from the world. ადგილობრივებთან ერთად 200 გროვდებოდა კი. I think that ეს მეცნიერების შეთანხმების და უნდა ვთქვა რომ თვითონაც სულ და გული ჩადო ამ ღონისძიებაში, იმედად რამდენადაც ჩათვალეთ რომ ფაქტურად ჩვენ ნახავთ მე მოხსენებების დონეს და აი დონეების მიხედვით ნახავთ ამავე დროს თუ რა კარგ შედეგებზე შეიძლება ჩვენ უკვე ვისაუბროთ. ქალბატონ სანდრას ძალიან დიდ დახმარებას უწევდა უკანა პლანზე ქალბატონი ჩანს, ხო ესია? დედამისი, რომელსაც ფაქტიურად რა ვიცი, ახლა ესეთი ერთგულება აი ამ ურთიერთობაში მართლაც ძალიან კარგია რა.
ქალბატონი სანდრა ჩამოსული იყო მარტის თვეში აქ თბილისში. მე ის პირადად გავიცანი მაშინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდებოდა ესეთი ვორქშოპი, რომელიც ეხებოდა ესე ვთქვათ მოდელირებაში მათემატიკურ მეთოდებს და მაშინ მან გააკეთა მოხსენება. ჩვენ ერთმანეთს გავიცანით, მე გავაცანი ის თემატიკა, რა თემატიკაშიც ვმუშაობ, იქ აქ ფაქტურად ჩემმა ოპონენტმა ბატონმა ილია თავხალიძემ უთხრა პირველას რომ აი ის მოდელები რომელიც თქვენ აქ და ის ახსნა რომელიც დაუშვათ ჩემს მოდელებში იყო თავის დროზე და ერთად თუ შეიძლება დაყოვნებით შეიძლება აღიწეროს იმიტომ რომ პროცესი მართლაც როგორი არის ორი მონაწილე და მესამე თუ არის იქ რაღაც დაყოვნების მომენტი არის და ზუსტად აი ეს ყოვნის მომენტი გქონდა ქალბატონ პირველას თავის ესე ვთქვათ მოხსენებაში და შესაძლებელია რაღაც თანამშრომლობაც გამოვიდეს და ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ უკვე სად მოხდა აი ეს კონფერენცია. დიახ. ეს იყო ლისაბონიდან პორტუგალიის დედაქალაქიდან სადღაც ცენტრიდან 25 კილომეტრით დაშორებით. ეს არის სამხედრო აკადემიის ესე ვთქვათ ტერიტორია. სამხედრო აკადემია სხვათა შორის ძალიან დიდია, მაგას თვითონ პორტუგალიაში თვითონ იმაშია. თვითონ ხო? თვითონ ლისაბონშიც აქვს არა? თვითონ ლისაბონშიც აქვს, სადაც შეხვდნენ და სადაც მუზეუმია და წარმოდგენილია ყველა სარდალი, ერთი დიდი ოთახი, ამას ეთქმოდა მუზეუმი, ბიბლიოთეკა შესანიშნავი და კათოლიკური ეკლესია, სადაც მოგვიწყეს შესანიშნავი წარმოდგენა ცხენებით. 1 საათი დაყვეს, მოკლედ ძალიან გაცვნილი მუსიკის თანხლებით, თვითონ კადეტებს მოყავდათ. კადეტები ძალიან კარგ ფორმაში, ეს ცხენები მოუვლილი, დავარცხნილი სპეციალურად ამ შემთხვევისთვის, რადგან უცხო სტუმრები ვიყავით. მოკლედ ძალიან გვასიამოვნეს ამ სანახაობით. და ეს არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ აი ამ სამხედრო აკადემიაში ისინი ვეტერინარულ საქმესაც სწავლობენ და ვეტერინარია ჭირდებათ აი კავალერისტებისთვის და იმიტომ რომ აი ეს ცხენები, აი ეს უბრალოდ ექსპორტი იქნება თუ რაღაცა ყარაული ესეთი დიდ პატივში პრინციპში კავალერიას ვიღებენ. მე ვთხოვ ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს აჩვენოს ის სლაიდ შოუ, რომელიც აჩვენებს აი ეს არის ქალაქი ამადორა, აი ამ შენობიდან გადაღებული სადაც ჩვენ კონფერენციებს ეს კონფერენცია მიდიოდა ცოტა შეგვიძლია დაუჩქაროთ ეს კადრები უფრო სწრაფად რომ იაროს ძალიან გთხოვთ ცოტა უფრო დაუჩქარეთ როტაცია იმის ფოტოებისა დიახ აქ ახლა ჩვენ ცოტა უფრო ჩქარათ თუ შეიძლება დიახ ეს არის კრამიტებით გადახურული სახლები პატარა 3 მაქსიმუმ 5 სართულის უდრო კარგი ქალაქი. დიახ, აი სტუდენტებისთვის განწყობილი სულაც ეს მთავარი შენობა ადმინისტრაციული, ეზო მშვენიერი და გვერდზე შენობა კოლონებიანი ის იყო დიდი აუდიტორია და აი სადაც რეგისტრაცია ხდებოდა. დიახ, ეს იყო უკვე 18 წლში დაიწყო რეგისტრაცია. აქ უკვე როსამ გახსნა. ნახეთ ამ შვენიერი დარბაზია რა. შვენიერი დიდი დარბაზია. ეს გახლავთ გენერალი ვეიერა ბორგესი ეს ქალბატონი სანდრა მიესალმა და ერთი პირველი ლექცია მიუხილვის ლექცია ჩაატარა იოანის სტავროულაკისმა. ეს konkretულად როგორც დიახ ბერძნულ პროფესორმა სხვადასხვა შორის ჩვენ გვექნება მე საშუალება მისი ესე ვთქვათ ჩანაწერი ვაჩვენოთ და იქ ვიტყვით სხვადასხვა შორის მის დამოკიდებულებას ქართველების მიმართ ძალიან ისე იყო განწყობილი დიახ აი ეს ტერიტორიაზე ეს ტანკი უდგათ იქ სხვათა შორის ეს ჩვენი ნაცნობი პროფესორი ვასილიევი რომელიც ჩვენთანაც ჩამოდიოდა აი ეგ ხო დიახ ეს არის მათი სასადილო და უნდა გითხრათ რომ თითოეულ კადეტებსაც ოფიცრებსაც და ყველას თურმე იქ ემსახურება უშუალოდ პიროვნება და რომელიცაც მოაქვს საჭმელი საკვები და აბსოლუტურად ის არ არის მე მახსოვს საბჭოთა ჯარში როცა ვიყავით ჩვენ ფაქტიურად რაღაცა განყოფილებები დადგებოდა ხოლმე მორიგედ და ის აკეთებდა ხოლმე საჭმელს და უბრალოდ ერთი ამბავი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული. დიახ. ახლა 200 კაცის განთავსება ერთ დროს ლანჩზე და თანაც მომსახურება დონეზე, ისე რომ არ ყომდებოდა არაფერი.
ყველაფერი იყო წარმოდგენილი ადგილობრივი, ახლა ოკეანის გავლენა ცხადია და თევზეული აუცილებლად ძირითადი ის იყო პირველი, ესე იგი წვენწვიანი მერე ცალკე მაგი და ხილისთვის და ბოსნეულისთვის, რასაც თვითონ უკვე აი ხა ჩვენ შეგვიძლია დიახ, კალბონია ვიდეო კადრებიც ვნახოთ. აი ამ გახსნის აი ეს როსა, რომელიც ხსნის ოფიციალურად ეს არის ესეთი და 2015 და ეს დარბაზი მართლაც მშვენიერი დარბაზი ამისთან conference on differential equations and აი შემოვიდა ბატონი ივანისი, შემოვიდა თავმჯდომარე სანდრა და შემოვიდა გენერალი ბორგესი. სხვადასხვა იქ აღმოჩნდა საინტერესო სიტუაცია, რომ როდესაც გენერალი აი ესალმება ახლა ბატონ ივანის და ვერ გადმოხდა მისი გვარია რა სტრავროულაკის და მოკლედ დიდი ბოდიში მოიხადა აქედან გამომდინარე, მაგრამ ბატონმა ივანისმა ძალიან კარგი ლექცია ჩაუტარა ფაქტურად რას ნიშნავს მათემატიკა, დიფერენციალური განტოლებები, როგორ შეიძლება გამოიყენო ის არა მარტო დაუშვათ артиლერიაში და სამხედროებს ესეჭირდებათ, არამედ ბიზნესში როგორ შეიძლება თქვენ გააორმაგოთ თუ რაღაცნაირად გაზარდო შენი კაპიტალი. ეს პირველი ესე ვთქვათ პატარა მიმოხილვითი ლექცია იყო. რა თქმა უნდა სამხედრო საქმეშიც. ესე იგი ჩინეთი, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მოკლედ ყველა კონტინენტიდან იყო წარმოდგენილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან, ფაქტურად ხო აზერბაიჯანი იყო, საქართველო იყო, თურქეთი რა თქმა უნდა, ხო ეს აფრიკის ქვეყნები, ესე იგი არაბეთის გაერთიანებული ემირატები იყო. მოზამბიკელი მოღვაწეობდა ამჟამად შვედეთში და შვედეთს წარმოადგენდა. ხო მოზამბიკა თავის ძროზე კოლონია იყო პორტუგალიის და ყველაზე უფრო საინტერესო ის არის, რომ ბატონი ივანიში როცა გამოდიოდა, დაიწყო მან საუბარი მათემას შესახებ. ესე ვთქვათ, აი ფუძე მათემატიკისა მათემა თუ რამხელა დიდი მნიშვნელობის არის და ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნოდ, ესე ვთქვათ, მოსასმენი იმდენად რამდენადაც ამ გადაცემას, რომელიც ფაქტობრივად მეცნიერებას, ცოდნას და სწავლებას შეეხება, ამას მათემატიკია და შესაბამისად ამას ტყუილაც არ იყო და მე ამიტომ ვთხოვე მას მერე პატარა ინტერვიუ მოეცა ჩვენთვის. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გენერალ ვიერა ბორგესის გამოსვლა. როდესაც მან იმ მნიშვნელობაზე ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს სამხედრო საქმეში და რა ყურადღებას უთმობს ფაქტიურად სამხედრო აკადემია მათემატიკის სწავლებას, იმიტომ რომ ძალიან არის ესეთი ტექნიკური სპეციალობები, გარდა იმისა, რომ იქ არის артиლერია, იქ არის ვეტერინარია ნაკლებად მათემატიკასთან კავშირში, მაგრამ იქ არის საინჟინრო, ესე ვთქვათ, კომუნიკაციები, საინჟინრო თავდაცვითი ნაგებობის მშენებლობა და აქ მათემატიკის გარეშე არ გამოდის და ზუსტად როდესაც იყო საუბარი აი ამ კონფერენციის, ვთქვათ, ინიციირებაზე, გარდა იმისა, რომ ესენი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორები არიან, სახელმწიფოც დაეხმარა და გრანტის სპეციალურად აბსოლუტურად იგრძნობოდა, რომ მართლაც მეცნიერება ფინანსდებოდა, განათლება ფინანსდებოდა, ეს კადეტები მოვლილი, მიზანდასახული აუდიტორიებში როგორ მუშაობდნენ, ხედავდით თქვენ, ესე იგი ხელი ჩვენთვის არ შეუშლიათ, ყველა ჩართული იყო თავის საქმეში, მიზანი ჰქონდათ და ამ მიზნისკენ იღვწოდნენ. და კიდე მე მივაქცია ყურადღება ბატონი გენერალის გამოსვლისას, როდესაც მან ახსენა, რომ ჩვენთან მიდის სწავლება, უფრო სწორედ იწყება და ინერგება ინფორმაციული ომების შესახებ. მე დამაინტერესა ამან და ვთხოვე მას ინტერვიუ აი ამ თემასთან დაკავშირებით და ეხლა შეგვიძლია ჩვენს ტექნიკურ გენერალი ვიერა ბორგესი საუბრობს იმას, რომ აი ნატოს სტრუქტურებში, რომელთანაც ისინი ეს მჭიდროდ თანამშრომლობენ, თვითონ ნატოს წევრი ქვეყანა არის, შესაბამისად უკვე 2000 ამ სექტემბრიდან ეს კურსი უკვე იქნება წარმოდგენილი მათ სამხედრო აკადემიაში, ხოლო 2017 წელს იგეგმება ძალიან დიდი სიმპოზიუმი ამ მიმართულებით და საინტერესო ის არის, რომ მე ძალიან მინდოდა თუ გქონდათ მათ მზად სილაბუსი აი ამ საგანში
მე ვიცი რომ ამერიკაში გულისხმობთ თუ ინფორმატიკა ინჟინერია. არა, ინფორმაციული ომების საგანი ქვია ესეთი. მე ვიცი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო სპეციალობებზე ამას ასწავლიან, მაგრამ მაინტერესებდა ახლა თუ გქონდათ ინფორმატიკა უნდა იყოს და ინჟინერია. და შესაბამისად რაც კი გქონდათ ეს პრეზენტაციები არა ვთხოვე და ჩამიწერეს ფაქტიურად ფლეშკაზე და ნუ არ ვიცი ესეთი ღია ხალხი ესეთი რა თქოს კეთილგანწყობილი ძალიან აი ეს სადაც მხიარული ბორგესი გენერალი ხო თვითონაც მომენტებში ეცინება მათემატიკას როცა შეეხება ხოლმე რატომაც აი ეგეთი ტენდენციაა ხო ძველი წიგნები რო იყო მე მიიქცია ჩემი ყურადღება შეხედეთ რომელ საუკუნეში მათემატიკა იყო პოპულარული პორტუგალიაში სასიამოვნო იყო ძალიან საქართველოშიც არ მინდა რომ მოისპოს მათემატიკა რატომ ამის ტენდენცია არის რატომ არის აბა ვინ მიდის მათემატიკის ფაკულტეტზე დასაქმება მე უფასოდ რო არ სწავლება ეხლა ნუ კი არის მაგრამ მე ფიქრობენ ესაც უნდა საფუძველი რო ეკონომიკით გააგრძელოს მიდიან ბავშვები მაგრამ ისე რომ მეცნიერებას და იმას ჩაერთონ მეცნიერება როგორ ფინანსდება ჩვენთან გასაგებია კიდე ჩვენი უნივერსიტეტი გვაფინანსებს როდესაც მივდივარ სამეცნიერო კონფერენციაზე და მინდა მადლობა გადაუხადო და ვისარგებლო ამ ეთერით რა თქმა უნდა ეს პარდაჯერა სრულად ჯერ არა მაგრამ იმედი გვაქვს სრულადაც იქნება და მით უფრო რომ აი სასიამოვნო იყო მოსასმენი ახლა მინდა ვთქო ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს ბატონი იოანის სტავროულაკისის პატარა ის ესე ვთქვათ დაშვება ახლა მიდის უკვე კადრები შეხვედრებს საუბრობს მათემაზე მის ესე ვთქვათ აი ძველ წარმომავლობაზე რასაც საერთოდ წოდნას აი მეცნიერება ყველაფერი ეს იყო გაერთიანებული ერთი სახე მათემას ქვეშ ну მე ფილოსოფიასაც ჰქონდა ესეთი ტენდენცია რა ყველა მეცნიერებები ერთ სახელის ქვეშ ყოფილიყო მაგრამ ის პირველი რაც იყო მათემა ეს გახლავთ ზუსტად და უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ისე დავუახლოვდით ბატონი იოანის და დავუახლოვდით რა მისი ხასიათიდან გამომდინარე იმიტომ რომ კომუნიკაბელური იყო და ძალიან ესე ვთქვათ მოიკითხა სხვათა შორის ჩვენი ქართველი მეცნიერები განსაკუთრებით აკადემიკოსი ივანე კიღურაძე ბევრმა ახსენა დიახ და უკრაინაშიც მიხსენეს და ძალიან მესიამოვნა რომ ეს ქართული მეცნიერი ასეთი პოპულარულია საზღვარგარეთ და იცნობენ მის ნამუშევრებს. ნუ დიფერენციალურ განტოლებებზე იყო საუბარი და ბუნებრივია ბატონი ვანო კიღურაძე გახლავთ კორიფეა ამ მიმართულებაში სოფლიო დონე მეცნიერი გახლავთ და ამ მიმართულებით მართლაც დიდი ფუნდამენტალური გამოკვლევები აქვს შესრულებული, მაგრამ აი აქ როგორ იყო თვითონ როგორ ყვებოდა ეს იოანის, იმიტომ რომ ჩვენ რო ერთმანეთთან საუბრობდო ბატონ ვანოსთან ვანო ქართველიო და მე ვანო მეც ვანო ვარ ისე თქვენებურათო იოანისი ეს არისო ვანო და მე ვანო ბერძენიო მაგრამ რახან ჩვენ და გვინახან ბატონი ვანო აღარ იყო კიღურაზე იქ ვანო ქართველი ვარო იძახის იმიტომ რომ ჩავოსული იყო ერთხელ აქ თბილისში და ძალიან აინტერესებდა ეს კოლხი და აინტერესებდა ფაზისი და სპეციალურად წავედიო ფოთი მენახაო რა აი ესეთი ტიპის იყო და სხვათა შორის მის ერთ-ერთ პლენარულ გამოსვლაზე როდესაც მეორე დღეს ეს წინა მეუხილვითი ლექცია ჩაატარა პატარა და მეორე დღეს უკვე 9 საათზე როცა დაიწყო მისი პლენარულ მოხსენებაში ერთი ორჯერ სამჯერ კოპლატაძე ახსენა და მშვენიერი დიდი მეცნიერია ჩვენი ქართული მეცნიერების გვარები ასე დიდ კონფერენციაზე დიახ და მე იქ მოვისმინე საწყალ გარდაცვლილია უკვე პატარაია ხო მეცნიერი იმაში დიფერენციალურ განტოლებებში ახსენეს ჩვენი რაზმაძის ინსტიტუტის დირექტორი ფარსვანიანი ახსენეს დიახ აი ურთიერთობაში ну მოკლედ მართლა სასიამოვნოა როდესაც აი მიმართულებით დიდი მეცნიერებები ყავს საქართველოს და დღეს უკვე მოდის ესე ვთქვათ ისეთი დრო როდესაც შეუძლიათ აი მეცნიერებს აი ამ საერთაშორისო დონის მაღალი დონის კონფერენციებზე მონაწილეობა მიიღონ ხო ესე ჩვენი მხრივ ჩვენც დავპატიჟეთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე რომელსაც ატარებს როლან დუდუჩავა პრეზიდენტი მათემატიკოსთა კავშირის თანაც ორ ნაიოტას და ამას გადაბმით ამიტომ რადგან სანდრამ ასეთი დიდი პატივი დააგდო და ერთხელ იყო საქართველოში ძალიან მოწონდა მე ვთხარი აუცილებლად ჩამოვწანდით ბათუმის კონფერენციაზე ბევრი მონაწილე იქნება არანაკლებ ვიდრე ამადორაში
და მაინც მეცნიერი არ უნდა იხარშებოდეს ერთ ქვეყანაში ეს გაცვლა, გამოცვლა, აზრების, საინტერესო იდეების მოსმენა ეს სტიმულია შემდგომი ზრდისთვის და შემდგომი გაღრმავებისთვის მისი გამოცდილების ცოდნის და გაზიარების ახალგაზრდებისთვის რომ მოვიზიტოთ და მოვიზიტოთ რომ მეცნიერება არ ჩაგვდეს საქართველოში. ხოთაშორის მე შევატყვე რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი იყო მოსული სხვა ქვეყნიდან. ჯერ პორტუგალიაში, მე ესპანეთი გვერდზე ყავდათ, არა? რუმინეთიდან იყვნენ ჩამოსულები და მეწყო იქ რაღაცა სტიმული არსებობს ამაზე. სიამოვნებით ავიყვანდი ერთ ორ ასპირანტს, მაგისტრანტს ჯერ რომ ეს იდეები ეს სიახლე გავაცნო ის მეთოდები რაც ცნობილი იყო ალბათ ცალკე ვისაუბრებთ ამ მიქელაძეს მეთოდზე მის ბილესთან დაკავშირებით მოვადრო და აუცილებლად ფაქტიურად მე მინდოდა გამეტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ ისედაც სოფლიოში ცნობილი იყო ანდაზმული 120 წლის გახდებოდა წელს და ბათუმის კონფერენციაზე აღინიშნება ცალკე სესიაზე და მინდოდა ცოტა უფრო მეტი გამოგონება ქონებოდა ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ რა თქმა უნდა მაგრამ ეხლა მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება რამდენიმე გამოსვლას რომელმაც მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პირადად ჩემზე ესე იგი ვთხოვ მე ეხლა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს გაუშვას შემდეგი ესე ვთქვათ კოლაჟი რომელიც შეეხება დიფერენციალურ ანალიზატორს და ქალბატონ ბენიტა ლოვრენსის მოხსენებას. ეხლა რაშია საქმე, იცით, როდესაც არ იყო გამოგონებული კომპიუტერები, აი ეს ბუნებრივია, იყო მცდელობა როგორღაც ამოიხსნა დიფერენციალური განტოლებები და ქმნიდნენ სხვადასხვა მექანიზმებს, ანალიზატორებს უძახოდნენ ჯერ კიდევ ეს მე-19 საუკუნეში, მაგრამ მე-20 საუკუნეში, როდესაც სამართავი იყო ცეცხლი, საარტილერიო ცეცხლი იყო და სამართავი, დიფერენციალური განტოლებების ამოხსნა ხდებოდა აი ესეთი მოწყობილობების საშუალებით, რაც იყო რაღაცა რგოლები იყო, რაღაცა სიბრტყეები იყო, მექანიზმები იყო და ფაქტიურად შეეძლოთ ესე იგი, პირველი და მეორე რიგის დიფერენციალურ განტოლებას ადვილად ხსნიდნენ. უკვე მეოთხე რიგის დიფერენციალურ განტოლების ამოხსნა დაიწყეს და სხვადასხვა იყო ვენივერ ბუში, რომელიც გახლდათ რეიგანის მრჩეველი და აი ამ მეცნიერების მიმართულებაში ესე ვთქვათ კოორდინატორი იყო მანჰეტენის პროექტი, რომელიც ატომური ბომბის შექმნას გულისხმობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის კურატორობდა სხვადასხვა ამას და თვითონ არის გამომგონებელი შემქმნელი ერთ-ერთი დიფერენციალური ანალიზატორისა და მე გამიკვირდა რომ მას მერე რაც აი შემოიტყეს კომპიუტერები ფაქტურად კომპიუტერებმა ჩაცვალეს ანალოგიურებმა ხო მოწყობილობებმა მერე ეს კომპიუტერებმა ციფრულმა კომპიუტერებმა შეცვალეს საშუალებაა ესე ვთქვათ რიცხვითი მეთოდებით ამოხსნისა აი ამ ვთქვათ დიფერენციალურ განტოლებებს და აი ქალბატონი არა ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელია ეს არის დასავლეთ ვირჯინიის მარშალის ეს არის უნივერსიტეტი არის და ბენიტა ლოვრენსი რომელიც ლაბორატორიასაც ხელმძღვანელობს და ეს ლაბორატორია დღესაც მუშაობს აი ამ დიფერენციალური ანალიზატორების ესე ვთქვათ გამოყენებაზე და აღნიშნავენ რომ გარდა იმისა რომ უშუალოდ ალბათ კაი საჩვენებელო საქმეც არის და ძალიან კარგად აჩვენებს თვითონ აი ამ ამოხსნის პროცესს და არს დიფერენციალური განტოლების და მეთოდიკის თვალსაზრისით ძალიან კარგია და სხვადასხვა გამოყენებაც შეიძლება აი ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ ახლა თვითონაც წარმოადგინა თავის მოხსენებაში ვიდეოფილი, აი მისი ლაბორატორია, მარშალის უნივერსიტეტის ლაბორატორია, შეხედეთ, აი ეს მოწყობილობები, რომელიც რელეებით არის შეერთებული რაღაცა ტრიალებს, ესე რაღაცა მოძღობებში შემოდის და ყველაფერს ესე იგი 18 ესე პარამეტრი შეიძლება მიაწოდო. მას მეოთხე რიგის დიფერენციალურ განტოლებას აკეთებს და თავიდან ხო მოკოქვა ჭირდებათ აი რო უყურებთ რაც გიკვირს ხოლმე აი შარმანკას თავის დროზე ქოქავდნენ ხოლმე და მე ხდება ფლოტ ფურცელზე გადმოტანა აი ამ ამონახსნისა უკვე ალბათ წერტილებში ხო ფლოტ მე რაკოს არა ფაქტობრივად აქ ანალიზატორი უკვე უწყობს არა ანალიზატორი ახლა რაკოს გაძლევს საშუალებას იქ წვერი არ და იმ კვალიდატორს ფურცელზე
ხო, მაგრამ მე მართლაც გამიკვირდა. მე სპეციალურად შევედი აი ამ უნივერსიტეტის საიტზე და ნახე სხვათა შორის ეს დიდი ენთუზიაზმი. დღესაც პოპულარულია. დღესაც პოპულარული ყოფილა, ეს ხო. ეს წარსული იყო წარკოჩენილი. აი, უძახე შენ წარსულიობე, მაგას აქვს თავისი გამოყენება დღეს და თავისი ესე ვთქვათ პლუსიც გააჩნია. აი ხო ნახეთ დაიწყებენ მოქოქვას აი ამ მოწყობილობის და მე ეს მოვა მოქმედებაში მთლიანად და საბოლოო ჯამში მივიღებთ რაღაც შედეგს, მაგრამ როგორი ენთუზიაზმით ყვებოდა თვითონ ეს ქალბატონი პროფესორი დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტი ხო ძალიან მართლა საინტერესო. აი ნახეთ მოქოქვა მიდის ახლა როგორცაც პარამეტრები შეყვანა და წავიდა უკვე ამოვიდროს შედეგების გამოტანა. ну ეს იყო მართლაც ჩემთვის ძალიან ესე ვთქვათ მოულოდნელი ასეთივე ესე ვთქვათ ცოცხალი ინტერესი გამოიწვია ამ კულინარულ მოხსენებისა იმ დამსწრეებს შორის, სხვათა შორის და თვითონაც მე ბევრი რევერანსი აკეთა მან გახსოვთ როგორი ექსპრესიული ქალბატონი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შევატყობ მე გერმანია მეგონა ხო ბენი და ლოურენსი აი ხო გამოვა უკვე როგორც შედეგი უკვე ფაქტობრივად დიდი ხანია არ ჭირდება ერთ-ერთი ხელმარცხნივდა თუ სხვები არიან გადაღებული არა მე მგონი არ არიან თვითონ არ არის ხო აი ნახეთ აი როგორ არა და რო წარმოიდგინო ფაქტურად პირველი რაკოს ანალიზატორი რომელსაც შეიძლება ამოხსნას დიფერენციალური განტოლება ეს არის ჩვეულებრივი ჩვენი მანქანის სპიდომეტრი რომელიც აჩვენებს რას სიჩქარეს და აჩვენებს რას განგრილ მანძილს ხო ესია და რა არის განგრილი მანძილი გაწარმოებული დროით ეს არის სიჩქარე და თუ კი შენ სიჩქარეს დაუშვათ აქსელერატორით შეგიძლია რაღაცა მიწე სახე რაღაცა ფუნქცია და აქედან ამოვიდროს გამოთვალო რამდენი მანძილი გაიარა ფაქტობრივად შენ მიიღერა დიფერენციალური განტოლების ელემენტარული დიფერენციალური განტოლების ამოხსნა და აი ნახეთ ივანისი როგორ ინტენსიურად ესაუბრება სხვათა შორის აი შევიდა მე დისკუსია წარიმართა და ძალიან აღტაცებული იყო ხალხი რომელიც ეს ბატონი საფრანგეთიდან გახსოვთ ხო ტულუზიდან დიახ და თან თვითონაც აღტაცებაში მოვიდა ძველი დამწყებული მეთოდი ფაქტურად როგორ შეიძლება გამოყენებული იყოს სასარგებლოდ დღეს თანამედროვე სიტუაციებშიც რა აი ხო application ეწერა ესე ნიშნავს რა დიფერენციალური და სხვადასხვაობიანი განტოლებების რა თქმა უნდა არა მარტო ფუნდამენტალური კვლევები ამ მიმართულებით არამედ მათ გამოყენებაზე სხვადასხვა სფეროშია რა და მათი საშუალებებით რაღაც სიტუაციების დადგენისა აი ერთ-ერთი მოხსენება იყო კიდევ რომელიც სხვათა შორის აი ჯამპ ხტომას შეეხებოდა და იქ იყო საჭირო დადგენილიყო რომელი არის აი ამ ხტომის დროს აი უცებ შეგვიძლია გადავაბათ ჩვენ მომდევნო ვიდეო სადაც სტაბილური სიტუაციების ესე ვთქვათ ტრაექტორიების კონა შესაქმნელი რომ აი ამ მოწყობილობის, როდესაც ხედავთ რამ სიმაღლეზე შეუძლია ადამიანს, ხო. საჩვენეს, საიდან გამოიღეს. ხო და სხვათა შორის არ ჭირდებოდა მაგის აღწერა მოახდინეს მე დიფერენციალურ განტოლებებით, დაადგინეს ის, ესე ვთქვათ, ზონები, რომელიც არის სტაბილური, იმიტომ რომ ამ ესე ვთქვათ ხელსაწყოს გამოყენებას ჭირდება ძალიან დიდი ცოდნა და ასე ვთქვათ შეიძლება ტრავმას წარმოქმნა ეხებოდა ზუსტად ასეთ ხტომებს კადეტებმა რაც არ მოგვიდგინეს ხო შესაბამისად და აი ნახავთ მე უკვე ის ფორმულებიც არის წარმოჩენილი აქ აი დიახ ეს ქართული მეცნიერები არიან უფრო დაწვრილებით ჩვენ ვისაუბრებთ და შევეხებით იმ საინტერესო თემატიკას რომელიც თქვენ წარმოიჩინეთ და ესეთი დიდი ინტერესი გამოიწვია ფავრიანო თქვენ მოხსენებამ რაც ეხება აკადემიკოს მიხელაძის მეთოდთან დაკავშირებით, მაგრამ აი შეხედეთ რა ქოსა. აი ამ ყველაფრის აღწერა ხდება დიფერენციალური განტოლებებით, დგინდება ის
ესე ვთქვათ, კონა ტრაექტორებისა, რომელიც არის მდგრადი და შესაბამისად თუ აი ამ პარამეტრებში რჩები, შენ შეგიძლია თქვა, რომ ფაქტობრივად უხიფათოდ გამოიყენებ აი ამ ჯამპ მოწყობილობას, რომელიც, რა ვიცი, ისევ სამხედროებსაც დაჯერდებათ რაღაც წინააღმდეგობის დაძლევის მხრივ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გათვლილი არის სამხედროებისათვის ბოლო-ბოლო, მათი ინტერესი ზუსტად აი ამას წარმოადგენდა და მე მინდა ახლა უშუალოდ შევეხო აი ქართველ მეცნიერებს დავასახელოთ ისინი, ვინ იყვნენ წარმოდგენილნები და ვთხოვოთ ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს გაუშვას ის ფოტოკოლაჟი, რომელიც აჩვენებს ჩვენი ქართველი მეცნიერების გამოსვლას. აი აქ თქვენ მზადდებით ბატონი დავითი კალანდარიშვილი, ხო ესია? და გამოდის ახლა ალხას ბაკურაძე. დიახ, თესეუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. აქ ახლა ჩვენ გვყავს ბატონი ფრიდონი დვალიშვილი, არა, რომელიც მუშაობს ოპტიმალური მართვის თემატიკაზე და მის მიერ წარმოდგენილი დიახ. ხო, აი ეს სექციის ხელმძღვანელი გახდათ ხალბატონი მოსკოვიდან. უნივერსიტეტშიც მოღვაწეობს. დიახ. ბატონი, დავითი, თქვენ უფრო მეც სიტყვით ახლა ამასთან დაკავშირებით, ხო? აქ უნდა გაუმხილოთ ჩვენს ტელემოყურებს, რომ ბატონი დავითი თქვენი მეუღლეა და ისიც მათემატიკოსია და თქვენ თანაავტორია ჩემი ნამუშევრის ტიბეტი. ძალიან კარგი. აი ქალბატონი ლია, რომელიც ფათაშორის მისი მოხსენება აი ამის შესახებ ქალბატონია თუ შეიძლება დაწვრილებით მოვიყევით და შევეხოთ ზუსტად აი ეს მეგონი ჩინელი იყო, რომელიც მე ახტაცებით უკრავდა თქვენს გამოსვლის დასრულებას, ეს დაჭერილია კადრში. კი, იაპონელმა. დიახ. მოკლედ, როდესაც გამოცხადდა. ხო, აქ ასარის ჩემი გამოსვლაც არის, რომელიც ფაქტიურად ახალ ამოცანას მიეძღვნა, ხო? შენი გამოსვლის შესახებ და მე შევხედე ცოტა ფცლად. ხო, ახალი მეთოდი, როცა სოციალურ სფეროებში ვიყენებდით აი ამ მათემატიკურ მოდელირებას, არა? აღმოჩნდა, ხო, ინფორმაციულ ომებში აღმოჩნდა ისეთი ტიპის ამოცანა დაждდა, რომელიც დიდმა მათემატიკოსებმა არ მიაქციეს ყურადღება. საინტერესო სისტემა იყო ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლება, ძალიან დამაინტერესდა, შეიძლება მოვსინჯო რაღაც. კი, ძალიან კარგი იქნებოდა. სხვათა შორის მე აი მადლობელი უნდა აი უკაცრავად აქ ახლა ჩვენ ხედავთ კიდევ ერთ ჩვენს ქართულ მოღვაწეს, ეს არის ბატონი რუსლან სურმანიძე, რომელიც გარდა იმისა, რომ თვითონაც მან მოხსენება წაიკითხა, იგი იყო ერთ-ერთი სექციის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ იმ პერიოდში ჩვენი გამოსვლების ქონდა და ეს მომენტი ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ აი ბატონი რუსლანის გამოსვლა აგერ ჩვენთან ახლა დაფიქსირებული არის. და აი ამ ვიდეო ესე ვთქვათ კოლაჟის შემდეგ ჩვენ გვაქვს კიდევ ორი ვიდეო, სადაც ქალბატონო ლია თქვენი გამოსვლაა და გაუშვათ თხოვოთ ახლა ჩვენ ტექნიკურ ჯგუფს ის ვიდეო და თქვენ მოგვიყევით ახლა უფრო დაწვრილებით აი მეთოდზე, რომელიც ფაქტიურად მოინდომე და წარმოვაჩინე ახლა რა გამოიწვია გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების მიღება. ესე იგი შალვა მიქელაძე აკადემიკოსი ჩემი ხელმძღვანელი იყო და მე ვიყავი მისი ბოლო ასპირანტი, იმიტომ რომ უკვე ხანდაზმული იყო და ესე იგი როდესაც შეგვარჩია 10 კაცი მესამე კურსიდან და გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით ყოველთვის არჩევდა ძალიან ფაქიზად და კარგ სტუდენტებს ნიშნებს უღურებდა, იმიტომ რომ საკმაოდ დატვირთული იყო ეს მიმართულება. ბევრ სფეროს მათემატიკის ეხებოდა, მაგრამ ეს იყო რიცხვითი მეთოდების გამოყენება ამა თუ იმ სფეროში და ამოცანა ვთქვათ, რომელიც ვერ იხსნება მზა ფორმულებით, რიცხვითი მეთოდებით დაყვანილი იყო რიცხვამდე და შედეგი მოეცა. და სულ ამას ლაპარაკობდა, რომ მე ეს მეთოდი შევიმუშავე ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისთვის და აი ამას ხელს არ უკიდებ და კერძო წარმოებულიანებისთვის დავტოვებ ჩემი ასპირანტებისთვის და ფაქტიურად ასე დასვა ამოცანა, ამოცანას ასე არ ვსვენ, ფაქტიურად ძალიან ზოგადად, ვიფიქრე ახლა რაღაცნაირად, რადგან ეს კარგად არის შემუშავებული ჩვეულებრივი დინგანტოლებებისთვის და ჩვენი კონფერენციაც მაგ მიზანს ემსახურებოდა, დიფერენციალური განტოლებები და სხვაობიანი, აი ზუსტად ეს მჭირდებოდა და ძალიან დავინტერესდი და ვიფიქრე რამენაირად, მინდოდა თან გამეცნო ამ აუდიტორიისთვის
ვინ იყო შალვა მიქელაძე, რა იყო მისი ეს უნივერსალური მეთოდი და როგორ აიგებოდა საქმე იმაშია მთელი სილამაზე მეთოდის იყო იმაში რომ მიახლოებითი მეთოდები რაღაცა სიზუსტით გამოიყენება და ეს კი ცვალებადი სიზუსტის მეთოდი იყო. ამიტომ როდესაც შედეგები მივიღე და წამომწდა რომ რანაირად დავიყვანო ეს კერძო წარმოებულიანი განტოლება ჩვეულებრივ განტოლებაზე მოვახერხე და ერთი ვახსენე წრფეთა მეთოდია რომელიც ერთ ცვლადს რაღაცნაირად აფიქსირებს. თვითონ ბატონ მიქელაძეს უთხარით ხო მაშინ? მაშინვე მითხრა ამ ჟურნალში ნახეთ ფაძეევას სტატია. ეს იყო კლასიკური წრფეთა მეთოდი. მაგრამ რადგან მისი მეთოდი შემუშავებული იყო, მე უკვე კლასიკური ეს კი არა, არამედ მოდიფიცირებული მიქელაძის ფორმულით გამოვიყენე წრფეთა მეთოდი და მივიღე უჩვეულო სქემა, უჩვეულო მატრიცის თავისი რაღაც სპეციფიური თვისებებით, რაც მერე განმოვითარე. ნუ აიტაცა და ძალიან მოდი ჩქარა გამოვაქვეყნოთ. ვეუბნები. კი, აი ამ კერძო შემთხვევებისთვის ამდენი სფერო მაქვს 1 2 3 4 5 კანონზომიერება ჩანს, მაგრამ ზოგადად ნებისმიერი რაოდენობისთვის ვერ ვამტკიცებ და ეხლა ჩემი პირველი სტატია და არ მინდა სუსტი იყოს თან გალის თან სუსტი. ამიტომ ყველანაირად ვაფერხებდი. ვინმე დაგვასწრებს, მოდი გამოვაქვეყნოთ. მოკლედ მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა ამის დამტკიცება და 1976 წელს გარდაიცვალა ფაქტიურად მე რომ ხელმძღვანელობას მიწევდა უკვე 80 იყო მიღწეული. და მოკლედ ვისაც ვაჩვენებ არავის არ ჯერა. მუშაობ ბატონი ჰამლეტ მელაძის კათედრაზე და მეუბნება. შენ ეს შედეგები აიღე და აჩვენე ამ ოპონენტს, ვინც შემოსულია ვლადიმერ მაკაროვ სამარსკის პირველი მოწაფეა. აჩვენე აბა შენი შედეგები. ფაქტიურად ჰამლეტმა მიბიძგა და ვაჩვენე. შეხედა თუ არა მაკაროვმა მითხრა რატომ არ აქვეყნებთ ამას? ვეუბნები არავის არ ჯერა ეს ცვალებადი სიზუსტის რიგი. ეს ხომ ახალი მეთოდია. გაჯერების გარეშე სიზუსტის გაჯერების გარეშე მეთოდი. და მეო ნამდვილად გაგიწევთ ხელმძღვანელობას ჩამოდით კიევში. ნუ ძალიან ძიმე იყო ცხადია ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, როცა ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ ქალისთვის ყოველთვის ეს მძიმე არჩევანია, მაგრამ ეს სურვილი მქონდა რომ ბოლომდე მიმეყვანა, იმიტომ რომ საინტერესო იყო ნამდვილად. და ამიტომ გადავწყვიტე რომ ცხადია მე დისერტაციას ამ თემაზე დავიცავე ამ მაკაროვის ხელმძღვანელობით. და თვითონაც ძალიან დაინტერესდა, რაც კი შემხვდა მიქელაძის შრომები ყველაფერი გაუგზავნე. და ეხლა მომეცა საშუალება გამეცნო ამ საერთაშორისო კონფერენციაზე მისი ასეთი ზოგადი მეთოდი და მისი ფორმულა, რომელიც ბევრ ამას ერეოდა. ბევრი სიახლეც მოვისმინე და ვიფიქრე ეს ფორმულა ძალიან ადვილად მოერევა ახლა ძალიან მოდურ თემატიკას. დიფერენციალური განტოლებები წილადური რიგის. ძალიან 4-5 ქონდა ეს მოხსენება და ერთი პორტუგალიელის მაგდა რებელოს ნამუშევრებმა დამაინტერესა და მე ვთხარი გამომიგზავნე. მაშინვე გამომიგზავნე და შევხედე რომ ნამდვილად ეს ფორმულა მოერევა უბრალოდ. ეხლა თავდება სემესტრი ვთხარი მაცადე ცოტა დამთავრდა სემესტრი, გავასწორო ეს ფინალური საგამოცდოები და ჩავერთვები ნამდვილად და ბევრი საინტერესო შეხება გვექნება. მე ვთხოვ ტექნიკურ ჯგუფს გაუშვას ის ვიდეო ფირი, რომელიც აჩვენებს ქალბატონ ლეიანას გამოსვლას. მინდა ვთქვათ, რომ რაღაც სანიმუშოდ არის ეს უცრავად. ესე ვთქვათ, ეს რაღაც ეპიზოდები რაც იყო ეტყობა. ხო, გასაგებია. ეხლა ფაქტიურად ჩვენ მოდით რამდენადაც ჩვენი მასპინძლები მაინც სამხედროები იყვნენ რა ვნახოთ როგორ ხდება იქ კათედრების აღზრდა. ბოლო-ბოლო მაინც ეს არის ნატოს წევრი ქვეყანა. ნატოს ჯარის წვრთნა როგორ არის და ფაქტურად აი როგორ დახვდნენ მეცნიერებს სტუმრად და ვთხოვოთ ახლა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს უკვე პორტუგალიის ჯარის შესახებ რამდენიმე სურათი აი ეს პლაცზე უძახავენ ხოლმე ჩვენთან აი იქ მოწყობის მომენტია და ამის მერე ზუსტად მიდის ეს ვიდეო კადრები და იმ ვიდეო კადრებში რათლაც ჩანს რაღაც უცნაური ფორმა რომ აქვს მაგათ მარშირებისა რა. ესე იგი აი ხდება უკვე მობილიზაცია აი ამ იქ სხვადასხვის გენერალი ვიერა ბორგესი იქნება ის მიიღებს ესე ვთქვათ თავისებურ აღლუს აი აქ ჩვენ ახლა ვდგევართ
ყველა კონფერენციის ჩამოვედით პირველ დღეს, რომ ყველა ამას უყურებდა და სხვადასხვა არ შეუწუხები ვართ კი. არა, ისინი ყოველდღე ფოთაშორის სადგურზე მიდიოდნენ მარშირებით. მაგრამ არა იქ სადაც მქონდა, ხო? არა, გვერდზე არიან. ტერიტორია დიდი, მოვლილი მშვენივრად. დიახ. ეს შენობები ცალ-ცალკე. ავსენებებიან შენობაში, რეგისტრაცია მეორე შენობაში. აი, უცნაური ფორმა აქვს იმას. ესე ვთქვი. ხელების და ფეხების მოძრაობისა, ხო? ორგანიზებულად კარგად შეგვიჩნდება სული ეგრე გაია. და თანაც უნდა მიახსოვოთ ახლა ყურადღება. დიახ. მიახსოვოთ ყურადღება, რომ ჯარში ესე იგი ძალიან დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი მანდილოსნები, არა? ესე გენდერული მომენტი. არა. აი ახლა ჯგუფი რომ მოდი შეიძლება ერთ ჯგუფში ერთი ქალბატონი იყოს. აი ეს წინაშე ხო, ქალბატონია. ნუ ყოველ შემთხვევაში ფერადკანიანი ისინი ცალკე ჯგუფია. აი ერთი ქალბატონი ჩანს. ერთის და მეორე არის სათვალებიანი კიდეც აგერ კი არა საკმაოდ არის თასაშორის ეს პრესტიჟულად ითვლება იქ სახმოვება ჯარში რა ის ფორმა რაღაც სიამოვნებაა რაღაცა ტრადიციულია არა ეგეთი აღლუმებზე ესე იგი ჩვენ საბჭოთა კავშირის ჯარისკაცებიც ეგრე დადიოდნენ აი ესე ხელების ხელი და ხო ხელი და ეს ფეხი მავა და ალბათ ხელის მოძრაობა უნდა სხვანაირი იყო უფრო ესენი ზემოთ აი ამ თავი აღლუმდა მიდიან ახლა უკვე სადინებისთვის გენერალს ქონდა აი ხალხაცმოვები არ ვიტყვი რომ სიგრილე იყო მაგრამ თუმცა იმის გამო ატლანტიკა გრილა მაინც არა პორტუგალიაში ნუ პორტუგალიაა იმიტომ რომ ოკეანედან სულ უბერავს კარი და ამიტომ სიცხეს ვერ გრძნობ ფაქტიურად 21 დღეს იყო 27 გრადუსი და არ ვიბრუნე 27 გრადუსი იყო პირველ დღეს და მე რაღაც აცივდა ძალიან მაგრამ საღამოს არის სხვათა შორის ძალიან გრილი 15-16 გრადუსია და ის გაგვაფრთხილეს შე რომ ის ევროპის კიდურა წერტილი ამაზე ჩვენ რაკოს ხო გვექნება საუბარი და მე მინდოდა ეხლა ფაქტიურად ჩვენ მასპინძლობას გვიწევდა ქალბატონი სანდრა რომელიც იყო chairwoman ესე იგი თავმჯდომარე იყო კონფერენციის და გენერალი ბორგესი მაგრამ აი ამ მილიტარული აკადემიის ესე ვთქვათ სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელი არის კომანდორი რომელიც არის გენერალ-ლეიტენანტი ხო კომანდორი ხოსე ანტონიო და იტალიაში და ბოდიშიც მოგვიხადა რომ ვერ დაგვდითო სამაგრო მას უნდა გაიხსნა სხვათა შორის ბატონი ხო ისას კარგად დაგვემშვიდობა ძალიან აი როგორ დაგვემშვიდობა და როგორ ესე ვთქვათ ამ ხო ქონდა ჩვენ საშუალება და გთხოვთ ეხლა რა ქოს აი დიახ მე მქონდა საშუალება პირადად მისულიყავი მასთან მესაუბრა ისე ინფორმაციულ ომებთან დაკავშირებით მადლობა გადაეხადა აი ამ კარგად ორგანიზებული ესე ვთქვათ სამეცნიერო ფორუმისათვის და ძალიან ესე ვთქვათ უბრალო ადამიანი გენერალ-ლეიტენანტი ესე ვთქვათ კონტაქტში ადვილად შემოდის და რა ვიცი აქტუალებული დავჭირა ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა პორტუგალია როგორც აი ქვეყანი პორტუგალია როგორც ხალხის აღმოჩენა პორტუგალიელი ხალხის აღმოჩენა ძალიან კეთილგანწყობილი დიახ ყურადღებიანი და აქ საინტერესო ის რომ სანდრა ძალიან ყურადღებიანი ხო ამდენი მონაწილე იყო აი როდის ახერხებდა ყველა მესიჯზე პასუხის გაცემას დროულად დაკვალიანება რუკები ისე რომ ჩვენ არ დავნეულიყავით შემოთავაზება და რამშვენიერი საღამო მოაწყვეს გამოსამშვიდობელი საღამო მას მე რაც ესეთი ყველაფერი ჩაატარეს მონახეს ესე თქვათ ადგილი რომელიც ეს არის სამხედრო დანიშნულების სამხედრო მაგრამ სამხედრო რესტორანი ერქვა პირდაპირ სამხედრო რესტორანი ეს იყო მესამე რეზიდენცია სადაც ჩვენთვის ის იყო უცნაური იყო ცოტა ხო რაღაცა ჯერ ჰაერზე ვიყავით მე ეზოში მოგვემსახურნენ და მე შემოგვიპატიჟეს აი ამ დიდ დარბაზში
დიახ. და ფაქტურად ესე იგი ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი ესე ვთქვათ ვიდეო არის ამასთან დაკავშირებით, როდესაც ბატონი იოანისი მადლობას უხდის ჩვენს მასპინძლებს დიახ და ეს მართლაც ძალიან ამაღელვებდა ძალიან ამაზე. ჩვენ ცალკე მივედით ასე ყველა მონაწილის სახით გადავუხადეთ მადლობა, რადგან მართლა ძალიან კარგი ორგანიზებული კონფერენცია იყო ყურადღებით ჩვენს მიმართ. სამი ავტობუსი გემსახურებოდა ამ სასტუმროები და მივყავდით სამანდორაში მოხსენებებს და უკან მოვყავდით მე. ექსკურსიის შესახებ რამე სიტყვი როგორ მოვხდით? არა, იმას როგორ სამეფო ოჯახის რეზიდენციები ამას გავაგზავნეთ გვგზავნით და ცოტა მოგვიანებით როდესაც იქნება ფოტო მასალის ჩვენება როცა იქნება. მაგრამ აქ ახლა აი ქალბატონის ანდრას დედაც რომელსაც აქტიური მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ჩატარებაში განსაკუთრებული მადლობა მას და ესენი დედაშვილი რა ვიცი ერთმანეთს დაფოფინებენ რო იტყვიან და ფაქტობრივად აი ეს ურთიერთობა ყველამ დავინახეთ დიდი მადლობელი ვიყავით გულისხმიერებით და ფაქტობრივად ამან ძალიან შეუწყო ხელი იმას რომ სამეცნიერო დონეც მაღალი აღმოაჩინა ჩვენს ამ კონფერენციას. ნამდვილად საჭირო იყო, საინტერესო იყო. და სხვათა შორის სანდრა უკვე გამოცდილი ორგანიზატორი არის აი ამ კონფერენციების. მე მახსოვს რომ 2011 წელს გაუკეთებია მას ორგანიზაცია გაუწევია ამ პირველი კონფერენციისა და ეს ყოფილა აზორის კუნძულებზე. აზორის კუნძულები ეს არის ფაქტობრივად შუა ატლანტიკაშია, ნახევარგზა არის ამერიკამდე და იქ ცხოვრობდა მაშინ და იქ მოახერხა ამის ორგანიზება და ჩათვალეთ რომ ვინც ესე იგი იყო ფაქტობრივად დღეს ჩამოსული ამ კონფერენციაზე, სადღაც 60% ამბობდა რომ ჩვენ პირველ კონფერენციაზე ვიყავით და სანდრას მიერ ორგანიზებული კონფერენციები ძალიან მაღალი დონებისაა. რომ არც შეატყობდი რომ ის ორგანიზატორი თვითონ იჯდა ყველას ესაუბრებოდა აი არავინა ყველას პირადად იცნობდა ყველას შეეძლოდა გასაუბრებოდა მაგრამ ეს ყველა სურვილს უსრულებდა ყველა ხალხურია მაგრამ ეს მაინც დიდ ფსიქოლოგიური ტვირთი არის და ბოლო დღეს მე რა თქმა უნდა ბევრი უკვე კონფერენციის მონაწილე წავიდა, მაგრამ მე ბოლო დღეს დავჭი, ეს ესე ვთქვათ დავაფიქსირე დახურვა ოფიციალური ცერემონიისა და აი რო იტყვიან სანდრას წრევლები წასკდა იმდენად რამდენადაც ის პირშო ეს კონფერენცია უკვე მშვიდობება მას და გამოთქვა სურვილი შემდგომი შეხვედრებისთვის და ნუ მოკლედ ამაღელვებელი მომენტი იყო მე გაგიზიარებთ იმ ფოტოებს და ნახავთ და ჩვენს ახლა რა თქოს აი ჩემთვის რაც აღმოჩენა იყო ეს პორტუგალია და სხვათა შორის აი ჩვენ როცა ვიყავით მაშინ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები რეგბიში იქ თამაშობდა ჩვენ ზუსტად ვერ მოახერხეთ იქ მისვლას გულშემატკივრობდით ესე ვთქვათ რაღაც კი მოიგეს სხვათა შორის მოიგეს პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშობდნენ სხვათა შორის თამაშობდნენ სამხედრო სტადიონზე იქ სადაც ჩვენ ვიყავით, ნუ ფაქტობრივად ჩვენ გულშემატკივრობდით, ნუ პორტუგალიასთან დიდი ნაკრებებიც ხშირად ხვდებიან ხოლმე. შემდეგ ესე იგი იგივე პორტუგალიაში ფინალური თამაში იყო კანადასთან და ჩვენი ახალგაზრდები იქაც გამარჯვებულები გამოვიდნენ. შემდეგ ეტაპზე გავიდნენ მსოფლიოს ესე ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის და ფაქტობრივად ჩვენთვის ძალიან კეთილგანწყობილი ქვეყანა აღმოჩნდა და ეს აღმოჩენა რომელიც ფაქტობრივად ჩვენთვის იყო, არ ვიცი თქვენ იყავით თუ არა ადრე ნაყოფი პორტუგალიაში. არა, ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი და ახლა ჩვენს ტექნიკური ჯგუფს გაუშვას ის ფოტოკოლაჟი, რომელიც ასახავს. ეხლა არის თვითონ ლისაბონს აჩვენებ, ეს არის ქანდაკება იმ ადამიანისა, რომელმაც ფაქტიურად დიდი და ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაიწყო ლისაბონის აღორძინება. მისი ცნობილი ფრაზები, ესე ვთქვათ, მიცვალებულების ჩვენ უნდა ვაბაროთ მიწას და ცოცხლებზე უნდა ვიზრუნოთ და მაგის მიერ იქნა შესრულებული მე აი ეს სეისმომდგრადი სახლების შენება, როდესაც მან ანალოგიურად როგორც აი გემების შენებისთვის გამოიყენეს მდგრადი ის მეთოდები გადმოიტანეს აქ ჩვეულებრივ ფაქტობრივად აი სამხედრო ყური არის, სამხედრო გემები დგანან, აი ეს უკვე ფაქტობრივად ყურესთან მისასვლელი ესეთი ლამაზი შენობები არის აქ, ეს არის ძველი ლისაბონი. აი აქ ახლა თქვენ უნდა თქვათ, სადავართ ჩვენ ახლა უკვე
სინტრაში ხო? სინტრაში ხო, იმე ულამაზესი სამეფო პუჩკალ სამეფო გვარის რეზიდენცია და ულამაზესი ბაღი, ულამაზესი. დიახ. ხანდაკებებით და აი როგორ არის ეს ბუჩქნარი. აი ფაქტურად ხო. კი, დიახ ეს ხო გადაგიღეთ. აქ აი ეს მე წავედით მაღლა ხო უფრო როგორც თაში სხვა შორის აი აქ 6350 ლარიანი პორტუგალიური ეს პორტოენი ვნახე და ეს გამიკვირდა მე. აი ეს არის ატლანტიკა. ეს არის უკიდურესი წერტილი დასავლეთის წერტილი. აი სადაც ვიყავით ხო? ხარი რო ხროდა და ახლოს არ მეხვიდეთ კედელთან. კონტინენტური ევროპის ყველაზე უფრო უკიდურესი დასავლეთის წერტილია და აქ იგრძნობა ოკეანის აი ვთქვათ ამბროს ოკეანი არ ღელავდა და როგორი ხარი ხროდა აგერ იქ კოშკივით რომ არის ზემოთ ჯვარია და კედელი ახლოს არ მეხვიდეთ სულ იძახდნენ იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ხარია და შეიძლება წაგიო. ულამაზესი ადგილია, ულამაზესი. დიახ, აი ესეთი კადრები, რომელიც ფაქტურად ჩვენთვის იყო პორტუგალია აღმოჩენა, მართლაც მისაბაძია და ის რასაც ჩვენი საზოგადოება ესწრაფვის დასავლურ ესე ვთქვათ ოჯახში ყოფნას მართლაც მას აქვს კონკრეტული გამოვლინება ესე ვთქვათ ცხოვრების დონისა, შესაბამისად აი ადამიანური ურთიერთობა, რომელიც იქ განსხვავებულები არიან, ძალიან დამშვიდებული ხალხია. 3 მილიონი მოსახლე არის პორტუგალიის დედაქალაქში ლისაბონში და ვერ წარმოიდგენთ ესე ვთქვათ ზედმეტი დავიდარების გარეშე. შვიდად წყნარად ყველამის ის თავისი და რო შეხედო ბოლო-ბოლო სამხრეთის ქვეყანაა, თავისებური ტემპერამენტი უნდა იყოს. და თანაც უჩვეულო ის იყო რომ ხიდების ქალაქია. ეტყობა ეს ლანდშაფტი არ არის სწორი და ისე კარგად არის ათვისებული, რომ აი თქვა ზედა ქუჩეთ რო დახედავ, ქვემოთ სხვა ქალაქია, მაგრამ ამ ხიდებით უკავშირდებიან ერთმანეთს. ქვაფენილი ულამაზესი მოზაიკები ეტყობა ადგილობრივი ქვა იყო, მივაქცია ყურადღება, როგორ აი ხალხს როგორ უყვარს თავისი ქვეყანა და როგორ უვლის და როგორი სიმწვანეა. მიაქცია ყურადღება ტყეები, პარკებად ქცეული. და აი პატარა ეზოც რო იყოს, მაინც იქვე გალავანზე რაღაცა ქოთნები ყვავილებით. მაგრამ თვითონ ძალიან უყვართ იმათ და უფრთხილდებიან. არ ვიცი მიაქციეთ ყურადღება თუ არა აი ქუჩებში ხეების ყვავილობას, რომელიც იისფერი არის და ეს უცხოეთში ეს ყვავილები ეს ხეები ყვავიან გაზაფხულის ბოლოს და აი ამ პერიოდში ეს ლისაბონი ემსგავს გადაიფენტება ხოლმე იისფერი ყვავილები და მართლაც ჩვენ კარგ მიუსარით მაისის თვეს და პერიოდში ვიყავით ხო, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ მოხდა ესე ვთქვათ ქართველი მეცნიერების წარმოჩენა იქ შესაბამისად ყურადღებით მოისმინეს მათი მოხსენებები ამავე დროს ახალი იდეების და აი ამ მოხსენებების მოსმენა მთელი მსოფლიოდან იგივე ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია, რა ვიცი, ყველა ესე ვთქვათ წამყვანი ქვეყნები, სადაც მუშაობენ, ისინი იყვნენ წარმოდგენილები და სასიამოვნოა, რომ ამ ფონზე ქართველი მეცნიერების მიერ წარმოჩენილი ნაღვაწიც შესაბამისი დონის იყო. უბრალოდ უნდა იყოს მეტი საშუალება ალბათ, არა? ის ჩავარდნა, რომელიც იყო 90-იან წლებში და აი პირველი ხოთა ნახევარი 2000 წლის უშუალოდ პირველი დეკადისა აი იმის აღორძინება საჭირო და მთავარია რომ ეხლა ახალი ესე ვთქვათ თაობებიც ჩაერთონ აი ამ საქმიანობაში. ალბათ ხო, მეცნიერებას ალბათ ცოტა მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მთავრობის მხრიდან რომ არ ჩაგვდეს ეს მეცნიერება, ქართველი მეცნიერები ცნობილი იყვნენ, აი გეურაძის მაგალითზე ხედავთ რომელი ქვეყნიდან და რომელი ქვეყნიდან გვიხსენეს, როგორი სასიამოვნო მოსასმენია. რა თქმა უნდა, ამ ხრივ ვერ ვიტყვით რომ რა თქმა ეს მაქსიმალური გააკეთესო, მაგრამ წინა ხელისუფლებასთან შედარებით რაღაცა უპირატესობა არის. რამდენადაც მე ვიცი, ეხლა ინსტიტუტებს ხელფასი მოუმატეს თანამშრომლებს, არა? სწავლის მხრივ ზოგიერთ სპეციალობაზე უფასო სწავლება შემოღებულია, რა? მაგრამ ფიქრობთ რომ კიდე საჭირო არის? ალბათ, რა ვიცი, ესე იგი მეცნიერებას უნდა მიექცეს ყურადღება.
მაგრამ ეს ძირითადად მიდგომა ხდება სახელმწიფო უნივერსიტეტების მხრივ, არა? იმათ აქვს კერძო უნივერსიტეტში ვარ, საქართველოს უნივერსიტეტი, კერძო უნივერსიტეტია და მხარდაჭერა რექტორატიდან გვაქვს. უფასოსწავლება არის და ფაქტიურად ის ფასი დავიდა სახელმწიფო უნივერსიტეტში, რა ფასიც არის. არა, მე ვსულაპარაკობ, დაუშვათ, როდესაც გამოყოფს განათლების სამინისტრო ზოგიერთ უმაღლესებში უფასო სწავლებისთვის ამდენიღაც ადგილს. მე მგონი კერძო უნივერსიტეტებზე იქ არაა საუბარი საერთოდ. ჩვენს კერძო უნივერსიტეტში სტიპენდიაც ენიშნებათ წარჩინებულ სტუდენტებს. ეგ თქვენი, ესე ვთქვათ, მენეჯმენტიდან გამომდინარე, თვითონ უნივერსიტეტის მენეჯმენტიდან გამომდინარე, მაგრამ ის უფასო ადგილები, რომელიც არსებობს სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის არის განკუთვნილი. 100%-იანი გრანტი, რომელსაც აქ უფასოდ სწავლობს, აბა. თუ მოიპოვა ბავშვმა თვითონ მისაღებ გამოცდებზე. ერთი ჯგუფი მყავდა მახსოვს გრანტიანი სულ კარგია. არა, ეგ სხვა მომენტია. აქ საერთოდ უფასოა, საერთოდ უფასოა. იმას შეიძლება ვერ მიიღოს 30%-იანი გრანტი შეიძლება აიღოს, მაგრამ აქ მაინც უფასოდ სწავლობს აი მიმართულებით. აქ აღარ არის უკვე ესეთი მე მგონი რაღაცა სპეციალობა არის ჩვენს ინფორმატიკა, ინჟინერია, მათემატიკის სკოლაში. მე მგონი ან ინჟინერია, ან ინფორმატიკა მგონი უფასოა. აი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაცა მიმართულებას მიეცა რომ მოიზიდონ სტუდენტები, იმიტომ რომ კარგი ლაბორატორიები გაკეთდა ჩვენთან. აი ახლა რობოტიკის ლაბორატორია კეთდება. მოკლედ ჩვენი სკოლის დირექტორი ძალიან ზრუნავს გაფართოებაზე და სტუდენტების მოზიდვაზე. სკოლა იგულისხმება ინფორმატიკის კათედრებს ახლა სკოლები ჩვენთან მასწავლებელი ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლა. გახა თავზარაშვილია დირექტორი და საკმაოდ კარგად უძღვება და აფართოვებს და თუ რაიმე საშუალება იძენს ტექნიკას, იძენს და აიღეჭურება ორი ლაბორატორია, რაცაც უყურებთ ახლა დღეს. ქალბატონია, არ ვიცი, მიაქციეთ თუ არა თქვენ ყურადღება, რომ აი ეს ჩავარდა, დიდი ჩავარდა როცა იყო, როდესაც ჩვენ ქართულ მეცნიერებს მართლაც უჭირდათ გასვლა, იქ ფინანსური პრობლემები იყო თუ არა, რაღაც სხვა მომენტებიც, არა? ამ მხრივ საქართველოს მათემატიკოსმა კავშირმა ძალიან კარგი ღონისძიებები ჩაატარა. შეიძლება ითქვას, რომ ჩაუყარა საფუძველი ამ საერთაშორისო კონფერენციებს ბათუმში. წელს ტარდება მე-6-ე და აი ყველა საყურადღებოდ ვიძახი, მიიღეთ მონაწილეობა. მაგრამ ყველაზე საინტერესო მომენტი რა იყო, იცი, როდესაც ისეთი სიდუხჭირის პერიოდი იყო და აქედან ჩვენი მეცნიერები ვერ გამოდიოდნენ, ბატონმა როლანდი და ბატონმა ნატროშვილმა, დავით ნატროშვილმა მოახერხეს ის, რომ ფაქტიურად აქ თბილისში და ჯერ მუსხელიშვილის სახელობის ამხელა კონფერენცია გააკეთეს, ხო, ბატონ კუპრაძის სახელობის და აი ამ დიდი, ესე ვთქვათ, მეცნიერების სახელობის კონფერენციებზე ჩამოდიოდნენ მსოფლიო დონის მეცნიერები და მე გამეხარდა, რომ ძალიან ბევრი მეცნიერი, რომელიც ნახე პორტუგალიაში, ამადორაში, არა, ის იყო საქართველოში ნამყოფი. და იმიტომ იყო ყველას ფაქტობრივად თვითის ყველა მეორეს რა მეუნებოდა მოგიხვა გადაეცით მათემატიკას საზოგადოების პრეზიდენტს ბატონ როლანდ დუდაჩევას და აგერ სარგებლობს შემთხვევით ახალი საქართველოს ტელეეთერიდან მოგითხვას მსოფლიო ესე ვთქვათ მათემატიკური საზოგადოება საქართველოს მათემატიკური საზოგადოების პრეზიდენტს უძღვნის მოგითხვას და აი ჩვენს გადმოგეცით ბატონ როლანდ. წელს ორი კონფერენცია იქნება 6-დან 16 ივლისამდე. ბათუმის 12-დან 16-მდე. საერთაშორისო მე-6 საერთაშორისო და მან კიდე ერთი ღონისძიება, რომელიც უსწრებს ამას. აივოდა. არა, აივოდას წინ კიდე. კიდევ რაღაცა ხო აი. კიდე, სხვათა შორის აქ არის ჰუმბოლტიანების შეკრება, ვინც არის ესე იგი ჰუმბოლტის პრემიის თუ ჰუმბოლტის სტიპენდიის ლაურეატი, იმათი შეხვედრა. სტიპენდიანტი ვინ იყო რომ იცოდეთ? გიზინი დაჭერგზა, როლანდ დუდუჩევა, კომუნისტების დროს პირველი სტიპენდიანტი ჰუმბოლტის და მის მერე უკვე მათემატიკის ინსტიტუტიდან 2-3 კაცი წავიდა. ხო და ეხლა სხვათა შორის წელს კიდე ჰუმბოლტის პრემია მიიღო ბატონმა დავით ლორთქიფანიძემ, აქედანაც ულოცავთ ამ ჩვენი სტუდიიდან, ჩვენი გადაცემიდან და ემრავლოს მოკლედ რა ქვას ჩვენ ლაურეატებს მეცნიერების ნოზე. მე ხარია ჩვენი ქართველი მეცნიერების წარმატება. ნამდვილად. შეგახსენებთ რომ ჩვენი დაცემის სტუმარი დღეს გახლავთ ქალბატონი ლიანა არალაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონ ლიანა და დაგემშვიდობოთ თქვენ და ჩვენს მაყურებლებს მომავალ შეხვედრამდე.